ყოველთვის ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში ყველაფერს აღაჩინე რაღაც მიზეზი. უბრალოდ დრო გჭირდება იმისთვის რომ ნახო რისი გულისთვის გადახდა ეგ თავს. თავიდან არასდროს არ გამოვირჩეოდი რაღაც განსაკუთრებული ნიჭით სპორტში და ყოველთვის სახში ანუ დამცინავად კი არა, მაგრამ ანუ ხუმრობის დროს მეუბნებოდნენ ხოლმე რა გაჭიდავებსო წადიო ვიოლინზე ჩაეწერეო და ანუ ოჯახში ყოველთვის იყო ხოლმე ამაზე ხუმრობა, იმიტომ რომ არ ვიყავი რაღაც განსაკუთრებული ნიჭიერი. სხვათა შორის ჩემი ძმა იყო, ვინც ყოველთვის იგებდა ხოლმე ყველაფერს და ანუ შეიძლება ისიც თქვა, რომ ჩემი ძმა იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваცია, იმიტომ რომ ეგ იგებდა ყოველთვის და მე ვაგებდი და ყოველთვის მინდოდა რომ იმის პოზიციაში ვყოფილიყო, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა ყველას გამარჯვებული უყურს ყოველთვის. ეს ცხოვრების წესია. ეგ როცა ბრუნდებოდა სახში, ყველა ულოცავდა, ყველა ეხოოდა, მე ვაგებდი ბევრ შეჯიბრებს. მაგრამ როგორც ვიძახი ყოველთვის, რაც არ უნდა ცუდი გადახდეს ცხოვრებაში თავს, ყველაფერს გააჩინა თავისი მიზეზი.